როგორ მუშაობს ქუთაისში საზოგადოებრივი ტრანსპორტი? მოქალაქეების ნაწილი ამბობს, რომ მათ ქალაქში ტრანსპორტით გადაადგილება უჭერთ. ტელეკომპანია მეგატივი დაინტერესდა თუ როგორ აფასებენ ადგილობრივები ტრანსპორტის მუშაობას. გამოკითხვა ჩავატარეთ როგორც ქუთაისის ქუჩებში, ასევე სოციალურ ქსელში. ძველ დროსთან შედარებით ნამდვილად უკეთესი სიტუაცია. მაგრამ არასარმარისია მაინც რარკვეულ მარშრუტებზე არ არის იმდენად, აი მაგალითად 41-ზე 2 თუ 1 ავტობუსი მუშაობს და იმდენი ბავშვი, იმდენი სკოლა არის და ძალიან აი რაოდენობა ვიცი, რომ აპირებენ კიდე შემოყვანას და ნამდვილად წინ რა დადგმული ნავიჯია, რა თქმა უნდა და ძალიან კარგი საქმე ყეთდება. მაგრამ აი რაღაც ცოტა კონტროლი უნდა იყოს ცოტა სხვანაირად. აი მოსწავლეებს რამდენად ვიცი მე ხშირად ვგზავრობ ტრანსპორტით, მოსწავლეებს უფასო აქვს, მაგრამ მაინც არ უნდა აუცილებლად უნდა გაატარონ ბარათი და არ ატარებენ. აი ეს კულტურა არ არის თვითონ მოსახლეობაში. ზედამხედველობა უნდა დამტაცდეს აუცილებლად. იმიტომ რომ რამდენადაც ვიცი, ცოტა ჩახედილი ვარ მაგ საქმეში, ანუ მძღოლებსაც აი საწვავი ესა მერია აძლევს ამ იმის გატარებული იმის მიხედვით და მით უმეტეს არაფერი არ ეჭრება ბავშვებს უფასოა და უნდა გაატარონ აუცილებლად. მაგრამ სამწუხაროდ აი ეს ცოტა აღმზრდელობითი ჩვენ ახლა სკოლაში მე თვითონ პედაგოგი ვარ, ვეუბნებით ბავშვებს, მაგრამ ცოტა რაღაც სხვა კიდე ჭირდება ალბათ არ ყოფნის ეს მუშაობა. მოძრო არა უშავს, მაგრამ ცოტა გადატვირთულია გზები და რა იკრის პრობლემას. კი, არის ხანდახან რომ არის დიდხან ლოდი და აუცილებლად გამოსასწორებელია. გამოსასწორებელია მაგ საკითხი ნამდვილად. რომელ ქუჩაზე უბანს გადაადგილებას გულისხმობთ, რა მიმართულებას? მაგალითად ნიკიას ქუჩაზე. განრიგი რო აქ მე რაოდენობა უნდა დაამატონ. ხო ამაზეა საქმე, უნდა დაამატონ რაოდენობა. ნახევარი საათი რო უცდი ავტობუსთან 40 წუთი. აველის ხიდი არის ყოველთვის გაჭედილი, შვილო. რატო შეიძლება რომ ანუ გზა განტარი გააკეთო, არაღაცა. ხო შეიძლება რა? საათი უნდა ხანახა 15-20 წუთი უნდა მარშრუტი რომ მოვიდეს. ხშირად იყენებთ საზოგადოებას? კი ბატონო, ბავშვი დამყავს, შვილი დამყავს სკოლაში. და მოვდივარ მარშრუტი და მივდივარ. ველოდები ახლა იგვიანებთ 10-15 წუთი. სისტემატური ხასიათი აქვს დაგვიანებას თუ რაღაც პიკი საათში ფიქრობთ? არავით არის. აუ ნახეთ, ვერ უყურებთ თქვენ რა ამბავი ხდება იქანა რუსთავის ხიდზე. ერთი ხიდია მარტო ქალაქში. პარკინგზე გაზრდილი ჯარიმები მოაგვარებს პრობლემას ქალაქში? არ მოაგვარებს, შვილო, არ მოაგვარებს, შვილებო, იმიტომ რომ დასახენელი მანქანა მეტი არ აყავდა, სადააყენო მანქანები. გამრავდა მანქანები. ვითომ ვიტყვით, რომ ღარიბია საქართველოსმა, რა ღარიბი არის? ღარიბი ვარ ჩვენ? ანუ ავტომობილების სიმრავლე გააქვს. კი ბატონო. ორაზე ცხოვრობ და გადასარევად დადის და სხვა ტრანსპორტი ჩვენ არ ვსარგებლობთ, არ ვიცი. ქალაქში ვცხოვრობთ, აგერ გადასარევათა კარგია, მოწესრიგებული, კონდიციონერი და რასთავარია სუფთა. მადლობა მერიას, რომ დაგვინიშნენ, თუ არა საშინელება იყო, გვიწევდა ტაქსიც რა. რა, გორაზე ყველაფერი წესრიგში, თქვენ მანამდე უნდა გენახათ, რა იყო, ხელაქვები რო იყო. ასე რომ, რავი, ჯერჯერობით ურნებს თუ დააყენებენ, ახლა უფრო მეც და ამას გადაგვიხურავ, იმიტომ რომ წვიმაში ცოტა რთულია. ამას თუ გაგვიკეთებენ, շատ კარგი ხალხი იქნება. ვაიმე, აქ ქალაქში უბნიდან უბანში სამსახურს ტრანსპორტის იმედად ვერ დაიწყებ. არ არსებობს, რომ ტრანსპორტის დროს დაედარო და ტაქსის გამოძახება არ მოგიწიოს. ნიკია, პასილოკი, ავანგარდი, მკვდარია ტრანსპორტი. მე არ ვარ საქალაქო ტრანსპორტის ხშირი მომხმარებელი, მაგრამ როცა ვხვდებით საზოგადოებრივ ტრანსპორტში სულ მგონია, რომ ადამიანად არავინ მთulis და როცა უნდათ, მაშინ ჩამომაგდებენ ტრანსპორტიდან უსარგებლო ნივთივით. 8 საათის მერე საღორიაზე არ მოძრაობს არაფერი. 41 ნომერი 1 საათში ერთხელ დადის, რა გვეშველება არ ვიცი. გუგუნავას ქუჩაზე დაინიშნა ავტობუსი, რომელიც ყოველ 40 წუთში დადის, მაგრამ არ არის ტაბლო. შესაბამისად, ვერც გაიგებ როდის მოვა და ხშირად აზრი არ აქვს დალოდებას. 41 ნომრის დანახვისას ისეთი რეაქცია გვაქვს, როგორც საუკუნის წინ ტროლეიბუსის გამოჩენას მოხდა. 45 წუთში ერთხელ მოძრაობს. თუ აღარ უნდა იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, საერთოდ და ზედმეტია, ამის შესახებაც გვაცნობეთ.
საათში ერთხელ რომ მოძრაობს ტრანსპორტი ამას უძახით გრაფიკს, ან თუნდაც ნახევარი საათი ლოდინი 31-ზე და 19 ნომერზე სად გინახავთ იმხელა დასახლებაა ნიკია და ასეთი გრაფიკი სად მოიხაზა, ვის თავში ნეტავი. საშინელი მდგომარეობა. ქალაქში რომ ვცხოვრობთ, გვავიწყდება. 7 საათის მერე ხომ საერთოდ ვერაფერს მოყვები. ყველა უბანში კრიზისია, რთულია ყოველდღე ტაქსის სიარული. ასეთი მოუწესრიგებელი საზოგადოებრივი ტრანსპორტი არცეთ ქალაქში არაა, როგორც ქუთაისში. ასეთ ქალაქს არ ეკადრება ნამდვილად. შემცირებული გრაფიკით მაინც უნდა მუშაობდეს ხაზები 12 საათამდე. 4 ნომერი და 19 ნომერი კატასტროფაა. დღე რომ 30 წუთიან და მეტ ინტერვალს გააკეთებს ტრანსპორტი. ამას გარდა კონდიციონერებს პრინციპულად არ თავენ და ბოლოს ისეთი სიჩქარით დადიან ზოგჯერ ავტორბოლაზე გეგონება თავი.